აი ტავარი მოგიტანეთ, წვინტვინი რო წატყანით ორივე. კიდე ჩვენ ავტყანით ბიჭო ტვინი? ძმაო, ცოტა დასტოინათ, რა სიძაბები ბიჭო, ქუჩა აქ ხალხი დადის, რაღაცა და მოსვენება უნდა, რა გაყვირებს ჩემი იმენა. დავწყნადეთ, დამშვიდეთ სამივე, მორჩა და ვილაპარაკოთ საქმეზე რა. მოკლედ ძმაო, ჩვენ ვიყავით იმ კაცთან რა, დაველაპარაკეთ, აუხსენით და უთხარით რომ რაღაცა გაუგებრობა მოხდათქო რა. ავდექით და ტვირთი წამოვიღეთ, ხო ხვდები? უბრალოდ ერთადერთი რაც არის 800 ლარის რაღაცა აკლია რა, ხო ხვდები? და 2 თვის განმავლობაში ეს 2 თვე მოგვეცი და აი ამ დანაკლის ნელ-ნელა ეტაპობრივად დაგიბრუნებთ 800-ვე ლარს, ბრატ. რა 800 ლარი გაკლდებათ და 2 თვე გაცადოთ, ბიჭო. ბანკი ვარ რომ ეტაპობრივად ჩამირიცხოს. 12000-ზე იყო ძმაო ლაპარაკი. ხო და აი ამ 12-ის ტავარი უნდა მოიტანოთ სრულად. რაც წაიღე იმ დღეს რა. თუ არა და მაგ 800 ლარზე დაგიმატეთ პროცენტს. ბიჭო, პროცენტს რომ იმატებ, ეხა აღარ ხარ უკვე ბანკი ჩემი დედამიწა თუ რას მებაზრები ეხა ვაფშე მოიტანეთ ის ტავარი, სად არის აბა? მოვიტანეთ მეთქი, ძმაო, მოვიტანეთ და გაიხედე იქეთ. აგერაა ყველაფერი. თქვენ არ გჭირდებათ? აიღეთ. არ გვინდა არა ძმა, მოკიდე ხელი, აიღე და შეიტანე შიგნით მიდი. ის 800 ლარიც არ მინდა. არ გვინდა ბიჭო, მაგ 800 ლარსაც დაგიბრუნებთ ნელ-ნელა ეტაპობრივად როგორც გითხარით ძმაო რა, კარგად. არ შევირჩენთ მაგას, არ შევირჩენთ. კაი არაფერი არ გიცხო თორე რაღაცნაირად გული ამიჭარდა. აი ბიჭო, აგერ არ ვიყავი? შენი დუხილო მწარეებს ვიზავდი.